მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უსინათლო და მცირე მხედველი პირების მასწავლებლებისთვის მობილობისა და სივრცეში ორიენტაციის ტრენინგები დაიწყო. ტრენინგები საპილოტო რეჟიმში საზოგადოებრივ ტრანსპორტში და აეროპორტში მიმდინარეობს. კურსი განკუთვნილია მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის და მათთვის, ვინც მხედველობის დარღვევის მქონე პირებთან მუშაობს და მათ სივრცეში დამოუკიდებლად ორიენტირებისა და გადაადგილების ტექნიკებს ასწავლის. სწავლება ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი არის, რომ ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ხარისხიან განათლებას და მათთვის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლებას. სამწუხაროდ ქართული თბილისის მეტროპოლიტენი არ არის ადაპტირებული არც უსინათლო და არც მცირე მხედველი მოქალაქეებისთვის. ჩვენი ტრენინგის ფარგლებში ჩვენ ვამზადებთ ინსტრუქტორებს, რომლებიც ასწავლიან კონკრეტულ საორიენტაციო წერტილებს არაადაპტირებულ გარემოში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის აღნიშნული ტრენინგის გავლა, ვინაიდან მე ყოველთვის მომიწევს უსინათლო მცირე მხედველ მოსწავლეებთან მუშაობა და მე ვუზრუნველყოფ მათ უსაფრთხო გადაადგილებას.